რამდენიმე თემაზე ერთდროულად უნდა ვილაპარაკო. ახლა თქვენის ნებართვით და მე მთავარ ან საკვანძო თემამდე მივალ, მთავარ თემამდე ამ ვიდეო ბლოგისა. როგორ იცით თქვენ, რა რაოდენობის თანხა მოიპარა ჯუანშერ ბურჭულაძე ტენდერებით თუ არა ტენდერების წილში ჩაჯდომებით თუ წილში სხვაგვარად ჩაჯდომებით. ოფიციალური ბრალდება რასაც ამბობს, რასაც ედავება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის გაამრავლეთ ის რიცხვი, მოიზიეთ და გაამრავლეთ დაახლოებით 30-ზე. საბოლოო ჯამში ჯუანშერ ბურჭულაძემ დამოუკიდებელი ქვეყნის ოკუპირებული რომ აქვს იმ ქვეყნის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით დაახლოებით 15-20 მილიონი დოლარი დაღაფა მოიპარა. მაგრამ ჯუანშერ ბურჭულაძის მადა არაფერია მაგალითად რომეო მიქაუტაძის მადასთან ეს კაციც დაჭერილია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელსაც რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი 50-60 მილიონს ედავებიან. რომეო მიქაუტაძის სახელი და გვარი ბევრ თქვენგანს არ გაუგია ვიდრე ამ ამბებამდე. მართლაც ვინ იყო რომეო მიქაუტაძე, ვინ იცის, იცოდა მის შესახებ. აი თვითმკვლელობა რომ სცადა ან რომ ესროლეს იმ თორნიკე რიჟვაძეს რამდენი აქვს მოპარული. მას და მის ოჯახს წილებში იყო აჭარის, მთელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო ეს ყეყეჩა კაცი. გადარჩა ძალიან კარგია, რასაკვირველია, მაგრამ კითხვას დავსვამ ბარემ, რატომ არ ჩამოდის საქართველოში, იქნება ვერ ჩამოდის, ან იქნება დე-ფაქტო ხელისუფლების, ანუ ბანდიტების ცალკეულ წარმომადგენლებს სულაც არ უნდათ, რომ თორნიკე რიჟვაძე ჩამოვიდეს, მერე მას მედია მიადგეს და მასაც წასცდეს 1 2 3 5 15 სიტყვა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ. ამიტომ რიჟვაძე სად არის? რიჟვაძე როგორც საქართველოს მოქალაქე გამოჯამრთელებული ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით საქართველოში უნდა იყოს თუ არა და როგორც საჯარო პერსონა ყოფილი თანამდებობის პირი უნდა ლაპარაკობდეს თუ არა იმაზე რა მოხდა სულ მინიმუმ ამაზე რა მოხდა საგარეჯოში რას უკავშირდებოდა ის წერილი რომელიც მან დაწერა ან არ დაწერა მაგრამ რაც გავრცელდა მის სახელით რომლის ადრესატიც იყო ბიძინა ივანიშვილი. ვასახელეთ ბურჭულაძე, რიჟვაძე, მანამდე რომეო მიქაუტაძე. ერთ ბანდიტ კაცზე გეტყვით ორ სიტყვას მის სახლში თუ სახლებში. აღმოაჩინეს 7 მილიონი დოლარი. ცხადია, მას ბევრად მეტი აქვს დაღაფული. მოპარული ზოგი სადღაც ვიღაცასთან წილში ჩაჯდა, სადღაც არ ჩაჯდა, ოჯახი, თამაზაშვილები, რაღაც მაფიოზური სინდიკატი, კახელები, ჯგუფი და ასე შემდეგ. ვლაპარაკობ ქვეყნის ყოფილ თავდაცვის მინისტრზე. ოკუპირებული რომ არის იმ ქვეყნის ყოფილ თავდაცვის მინისტრზე და თავდაცვის მინისტრობას ვინჩივის ორგზის პრემიერ-მინისტრზე. საქართველოს ორგზის პრემიერ-მინისტრი არ ხოლია. რამდენი პრემიერიც გამოიცვალა, სიგუადან დაწყებული, კობახიძით დამთავრებული, ორჯერ ერთი და იგივე პირი თანამდებობაზე ამ პოზიციაზე არ მოხვედრილა. მეორე ლაპარაკობთ ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ესე მოიხმარა და გადააგდო მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ნათელ მირონი, ტრიტრი თუ ანტონი ურთიერთობა აქვს ბიძინა ივანიშვილსა და ოჯახსა და ღარიბაშვილს, რომელიც ახლაც ეფიცება მზეს ბიძინა ბანდიტ ივანიშვილს, ეუბნება რომ აპატიე შემინდე ხელი წამცდაო, განა მინდოდაო, ხელი წამცდა უბრალოდ. რამდენი აქვს მოპარული თუ დაღაფული ირაკლი ღარიბაშვილს? 70 მილიონი, იქნებ მეტი, იქნებ ნაკლები. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ერთ ოფიციალურ ვერსიას გიამბობთ, ერთ ჯიხურუკას ვალუტის გადამცნელს თურმე შემოაქვს სწორი წლის განმავლობაში 700 მილიონი დოლარი. კონვერტაცია რომ 700 მილიონი დოლარის ოდენობის რუბლი. კონვერტაცია რომ მოახდინოს ყოველ დღე უნდა შედიოდეს ბანკში, მაგალითად TBC ბანკის ერთ ფილიალში 1 მილიონი დოლარი. 1 მილიონი დოლარი იცით რამდენია? ბანკის ოპერატორი ვერ გადაწყვეტს 1 მილიონი დოლარის მიღებას, ბანკის ფილიალის ხელმძღვანელიც კი ვერ გადაწყვეტს 1 მილიონი დოლარის მიღებას, თლათ head office-თან უნდა იყოს შეთანხმებული ლამის ბუცხრიკიზის დონეზე. თან ეს ყოველდღიურად რო ხდება, კაი ერთხელ მიიღეს, ორჯერ, მაგრამ მერვეჯერ, მე-18ჯერ და 28ჯერ როცა მიიღეს, მინიმუმ ბანკს ეჭვი უნდა შეეტაპაროს, რომ ამდენი რუბლი რო შემოდის ჩემს საცავებში და ამდენი დოლარი რო უნდა გავცე 1 მილიონი და გავატანო
ვიღაც ტიპებს საიდან აქვთ ეს ფული, როგორ აქვთ? 2 წელი. ასეთი მაფიოზური ქვეყანაა, ეს ინფორმაცია დამაჯერებელია თუ არა საქართველოს სამართალდამცავად წოდებული ბანდიტური დაჯგუფებების სიმართლე გიხათ არ ვიცით, მაგრამ თუ დამაჯერებელია 700 მილიონი შემოსულა და დალექილა ამ ქვეყანაში, ნაწილი გავიდა რა საკვირველი, ნაწილი უძრავ ქონებაში დაბანდა და ეს ყველაფერი რა საკვირველია, ნება დართული, ხელდასმული იყო ბიზნა ივანიშვილის მიერ, ის ქმნიდა ამგვარ მაფიოზურ სახელმწიფოს და სხვათა შორის ბარემ ვიტყვი, ინაკლი ღარიბაშვილს რატო დაარტყა იცით, კობახიძემ პირველ ყოვლისა და რასაკვირველია ივანიშვილმა რატომ გასწირა იცით, იმიტომ რომ ჩასაძირად განწირული გემიდან ვერ მირბიან და არ უნდა მირბოდნენ თანამდებობის ყოფილი პირები, რომლებსაც ბიძინამ ფული აშოვნინა, გააზულუკა, გაატკიპა და მერე გატყიპა, ხო, მიტყიპა. გატყეპვის პროცესია ღარიბაშვილი და არა მხოლოდ ის. ხო, ღარიბაშვილი რატო ეგრა მაგის პასუხი არის ჟვაძეზე დავსვით კითხვები, რატო ვერ შემოდის მეთქი საქართველოში, მაგრამ ღარიბაშვილი რატომ არ არის ბორკილ დადებული. ბორკილ ხელებზე დადებული, კითხვა მაქვს ესეთი. იქნება იმიტომ, რომ მოსაშვილის ქუჩაზე, სადაც ის ცხოვრობს, იქიდან ის უკავშირდება ცალკეულ პირებს და ეუბნება, რომ გადამარჩინეთ. ბიზნესიდან მომთხოვა ამდენი და ამდენი მილიონი და მე ამდენი და ამდენი მილიონი ჩასატანი მაქვს ამ ვადაში, მაგალითად 1 თებერვლამდე, 1 მარტამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში გამფს კვანჩავს და თქვენი დასახელებაც მომიწევს ბევრი თქვენგანისა, ყოველ შემთხვევაში. ლილუაშვილია კიდევ რიგში. მისი უახლოესი გარემოსთვის წარმომადგენლები დაიჭირეს და ახალ ამბებს ლილუაშვილზეც უნდა ველოდოთ და განახოლოთ მასზე. ავი თუ ბოროტიანები ამბობენ, რომ არც კალაძეა ახლად არჩეული, ახლად კიდევ ერთხელ დედაქალაქის მერად არჩეული კალაძეა, უსაფრთხოდ. მასაც ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაგრამ მოდი სხვაგვარად ვიტყვი მოვარული ხმების თანახმად, მასაც ჩასატანი აქვს ბევრი მილიონი, ბიზნესმა მასაც აშოვნინა ბევრი დოლარი და ბიზნეს ახლა უჭირს. ბიზნეს ახლა სჭირდება თანხა. ბიზნა სანქცირებულია, ბიზნას კაპიტალი შეუმცირდა. ბიზნა მძიმე მდგომარეობაშია. თან კალაძესაც რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი და ამაზე ვლაპარაკობდი ვიდრე 4 ოქტომბრის სპეცოპერაციამდე. იბოდიშებთ. დათესვა უნდოდა და არ გაუშვეს უბრალოდ. უნდოდა წასვლა. ანუ კი ისი მეუღლე ეხვეწებოდა და თხოვდა რომ იქნება და გავანებოთ თავი ახლა ამ პოლიტიკასო. აღარ გინდა დედაქალაქის მერად კენჭისყრაო და კალაძე უჯერებდა კიდეც, მაგრამ ვინ გაუშვა კალაძე. ხო, ამასობაში ეს ენა ჭარტალაკაცი ირაკლი კობახიძის არ უნდა დაგვავიწყდეს, ის მოცემულ ეტაპზე უსაფრთხოდ არის, მაგრამ ხვალზეგ კაცი, რომელიც აშჩურჩულებს და ჩასჩურჩულებს ხოლმე ბიზნა ივანიშვილს სხვებზე ბევრ რამეს, ხვალ იქნება და თავადაც იყოს დარტყმის ობიექტი თუ უკეთესი ვინმე ნახა ბიზნა ივანიშვილმა, თუ ისეთი პირი, ვინც უკეთეს ჭორებს მიუგორებს, ხო მიუტანს ხოლმე ოლიგარქს. ბიზნეს უყვარს ეს ჭორებზე დაფუძნებით მართვა ქვეყნისა. ეს არის ერთი ამბავი, რის შესახებაც მინდოდა ორიოდე სიტყვის თქვა, მაგრამ სხვა ამბებიც მაქვს და სხვა თემებზეც უნდა გავამახვილო ყურადღება, იქნება ყველაზე მნიშვნელოვანიც კი იცით თქვენ ან არ იცით, არ ვიცი. გულახდილად გეტყვით, რომ მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ჰგონია საკუთარი თავი, ორიოდე დღის წინ გააკეთა ამგვარი განცხადება მისმა უწყებამ. კერძოდ, რომ 2022-23 წლებშიო თუ ვინმე უშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციას ხელსო, ეს უკრაინა იყო. წარმოიდგინეთ, უკრაინა, რომელსაც 2022, 23, 24, 25 წლებში არც ცალია იმისთვის, უბრალოდ არც ცალია, რომ საქართველოს იფიქროს ზოგადად და მით უფრო გააკეთოს, მიმართოს საქართველოს წინააღმდეგ ამგვარ ქმედებებს, ამგვარ ნაბიჯებს, მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც რასაკვირველია მოქმედებს ირაკლი კობახიძის კარნახით და თავად კობახიძე კი ბიზნეს კარნახით და ბიზნა კი ფსბ-ს კარნახით და ფსბ კი პუტინის კარნახით და პუტინი კი რუსეთის გაყალდებული ისტორიის კარნახით, მეთქი ასე ვიტყვი, სტალინის კარნახით.
ასე ვიტყვი, მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ უკრაინამ შეგვიშალა ხელი, რაც არსებითი ტყუილია. ეს დაიმახსოვრეთ უბრალოდ, ეს მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია იმისთვის, რომ უკვე შემდგომ ერთ ამბავზე გადავიდე და ერთი ამბავი გიამბოთ, რაც უკრაინასთან საქართველოს-უკრაინის ურთიერთობასთან კავშირშია, მაგრამ მანამდე თქვენის ნებართვით ისევ დავუბრუნდები ამ ღარიბაშვილ კალაძე აი ამ მაფიოზურ ამბებს. დავუბრუნდები და ვიკითხავ, ხომ ხვდებით რა მაფიოზურ სახელმწიფოში აღმოჩნდით ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით. რაც არ უნდა doing business-ის თუ კორუფციის დამარცხების ინდექსის თუ არაკორუმპირებულობის ინდექსში თუ ასე შემდეგ ჩვენ რომელიმე მოწინავე სამეულში თუ ხუთეულში ვიყოთ, საქართველოს მაფიოზურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა ეს ვინ და ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის სხვათა შორის ამ ფულის ამ მომღებთა შორის გალაძისაგან თუ ღარიბაშვილისაგან თუ სხვებისაგან კრიმინალური ავტორიტეტები რომ არიან ჩართულები ეს ყველა ვიცით საბოლოო ჯამში უბრალოდ ხმამაღლა ამ თემაზე ლაპარაკი თითქოს ტაბუდადებულია არა ჩემთვის არ არსებობს ტაბუდადებული თემა მე ვლაპარაკობ დიახ კრიმინალური ავტორიტეტები არიან ჩართულნი იმაში რომ ფული იყოს ამოღებული და არ ვიცი რამდენი მილიარდზე მეტი დოლარი უნდა იყოს მიტანილი სადღაც სალაროში დავარქვათ ამას ბიძინა ივანიშვილის სალარო ცოტა ხნით ხო და მაკა ბოჭორიშვილის მიუბრუნდეთ ახლა მაკა ბოჭორიშვილმა დააბრალა უკრაინას ეს საერთოდ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება ზელენსკის მთავრობასთან რომ არ ურთიერთობს ეს გასაგებია მაგრამ რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება პარალელურად აცხადებს რომ აი უკრაინელ ხალხს კი ხარს უჭერს რომ აი უკრაინის მოქალაქეებს უპატრონა რომ აი უკრაინელებისკენ კი არის მაგრამ აი ზელენსკი არ ევასებათ ზელენსკი ეზიზღებათ ისიც თუ არა რამდენ მოქალაქეს უპატრონა აი რომ ამბობენ და თავმომწონებენ და ამბობენ რომ ამდენი ბავშვი გამოვკვებეთ ამ თავშესაფარი მივეცით გამოვკვებეთ ამ პრაქტიკულად 4 წლის განმავლობაშიო სულ ლაპარაკია 40-50 ბავშვს ანუ 40-50 ბავშვის დაყვედრებას ბავშვის პატრონობის ოჯახის დაყვედრებას აკეთებს საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება ეს რომ ვიცოდით მაინც ეხლა ეს ყველაფერი ერთად შევკრიბოთ თუ გნებავთ კიდევ ერთხელ ვთქვათ რომ ეს არის მაფიოზური სახელმწიფო რომელშიც შავი ფული ტრიალებს ამდენი და ერთ ამბავს მივაქციოთ ყურადღება 2-3 დღის წინ გავრცელდა მედიაში საგარეო უწყების არა საერთოდ საქართველოს ხელისუფლების განცხადება პოზიცია იმასთან დაკავშირებით რომ საქართველო რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს და ეხმარება უკრაინას და გადასცემს თუ არ ვწდები კი არა არ ვწდები 9 გენერატორს იქ უბრალოდ რიცხვი 9 არ იყო დასახელებული გენერატორებსო ასე ითქვა მაგრამ გუშინ გახდა ჩემთვის ცნობილი რომ 9 გენერატორზეა საუბარი უახლოეს ხანებში მართლაც ქალაქ სუმიში რამდენადაც ამ ქალაქის ხელმძღვანელობამ მოითხოვა გენერატორები ძიმე ზამთრის პერსპექტივის გათვალისწინებით 9 გენერატორი იქნება გაგზავნილი საქართველოსთან არ მინდა შემეშალოს თუ არ ვწდები კილოვატ-საათებით ითვლება სიმძლავრეები ერთი არა 2 300 კილოვატ-საათიანი 3 100 კილოვატ-საათიანი ეს ჯამში 5 და 4 50 კილოვატ-საათიანი როგორ მოხდება ტრანსპორტირება საბოლოო ჯამში ნაკლებად საინტერესოა იქ არიბეგრება ეგ რა მაგის პასუხია ხო გადასახადი არ არის საზღვრო თუ საბაჟო გადასახადიც არ არის ამ პროცესში ჩართულია საქართველოს საელჩო უკრაინაში ზაქარაშვილი თუ არ ვწდები ელჩი ბუნებრივია ეს და ასე შემდეგ მაგრამ აი რუსები რო იკითხავენ ხოლმე და მე ქართულად ვთარგმნი რატომ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ ამ გენერატორების გაგზავნა უკრაინაში შარშან რატომ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება შარშან წინ უარესი ზამთარი ელოდა წინ ჰქონდა წინ უკრაინას და ახლა მით უფრო იმ საქართველოს რომლის საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებული ბანდიტი 2 დღეში თუ 3 დღის შემდეგ თუ მანამდე თუ მერე ამბობს რომ უკრაინა ესეთი საშინელი ქვეყანაა უკრაინა ჩვენს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგებოდაო და ეწინააღმდეგებაო ზელენსკი საშინელიაო ამას ამბობს ყველა მისი სპიკერი და ზელენსკი უნდა დანებებულიყო ამას იმეორებს ყველა მათი ამ ხელისუფლება ბანდის ყველა
მეორე სალახანა. ახლა მე გეკითხებით, მაშა რატომ გადაწყვიტა, რატომ გახდა ასეთი კეთილშობილი და საერთოდ საიდან მოიტანეს ეს რიცხვი მილიონ ლახევარი ლარის ოდენობის გენერატორი ჯამში 9 წალი? რატომ 15 მილიონის არა, რატომ 17 ან 38 მილიონის არა, რატომ არა აქვს საქართველოს de facto ხელისუფლებას შესაძლებლობა რომ 30 მილიონის გენერატორი გაუგზავნოს? ანუ 20 ჯერ მეტი უკრაინას? ამდენ და ამხელა და ამხელა, ამდენ და ამდენ ძრავიანი, ამდენ და ამდენ კილოვატ-საათიანი მერია, დედაქალაქის მერია კი არა, ქუთაისის მერიაც კი, ბათუმის მერიაც კი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას ზოგადად. ნებისმიერი ქალაქის არა, მაგრამ ბევრი ქალაქის, რამდენიმე ქალაქის მუნიციპალიტეტიც კი, რამდენიმე რეგიონის მუნიციპალიტეტიც კი მოერეოდა არათუ დედაქალაქის გაზულუქებული კალაძის უწყება. ცენტრალურ მთავრობაზე რომ აღარაფერი თქვათ, არ შეეძლო ბიზნესმენებისთვის ასე სამკვირაში ერთხელ ერთ თვეში რომ ხვდება ბატონი კობახიძე ეთხოვა რომ აი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს უკრაინას სჭირდება გენერატორები და იქნება და თქვენს სახელმწიფოსთან ერთად გარკვეული მიზომები მიიღოთ, გარკვეულ ძალისხმევას მიმართოთ ბატონ თემურ ჭყორიასთვის რომ მიემართათ, ან მათივე ბიზნესმენებისთვის, მეღვინეებისთვის, დეველოპერებისთვის, ყველასთვის ერთად ან თითოეულისთვის ცალ-ცალკე. ზარალ, გთხოვ რა, ერთი 100,000 დოლარის გენერატორი იქნება შენ შეიძინო ჩვენთვის. უარს იტყო და ზარალა, პირიქით. მე გეტყვით რომ სიამოვნებით დათანხმდებოდა მეთქი. მაგრამ კობახიძეს ეს ყველაფერი თავში არ მოსვლია, კალაძეს ეს ყველაფერი თავში არ მოსვლია და 1,5 მილიონ ლარის, ანუ 600,000 დოლარის, სულ რაღაც 600,000 დოლარის გენერატორების შეძენა და გაგზავნა გადაწყვიტა. გასაკვირია. მაგრამ თავისთავად ეს ჟესტი კარგია და დავუფასოთ, არაფერი გაუკეთებია 3.5 წლის განმავლობაში და ახლა ამას რო აკეთებს, ეს მნიშვნელოვანი ამბავია. მე დავიწყე ზიება, მოძიება, ინფორმაციისა ხო და ანალიზის გაკეთება თემაზე, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. აი ბანდიტურმა ხელისუფლებამ, რომელსაც 1,5 მილიარდი დოლარი აქვს შეჭმული პრაქტიკულად, თუნდაც 1,5 მილიონ დოლარის, უაცრავად ლარის გენერატორის გადაცემა უკრაინისათვის, მტრული უკრაინისათვის რატო გადაწყვიტა. და მე მივედი ერთ საინტერესო ამბამდე. დაახლოებით 1 წლის წინ, წელიწად და 3 თვის წინ იტალიაში გაიმართა კონფერენცია, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ეხებოდა, ეს არის 2024 წლის არჩევნებამდე, თუ არ ვცდები, ივნისის თვეა. მაისი-ივნისის თვე. გაიმართა კონფერენცია, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ეხებოდა. ამ კონფერენციაზე თავდაპირველად მიწვეული იყო საქართველოს მაშინ დე იურე, დღეს კი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, მაშინაც და დღესაც ბანდიტი ირაკლი კობახიძე. მაგრამ ირაკლი კობახიძეს შესაძლებლობა არ მიეცა, რომ დასწრებოდა ამ კონფერენციას. მიუხედავად იმისა, რომ ბანდიტმა კალაძემ თავისი იტალიური მაფიოზური კავშირები გამოიყენა, პრაქტიკულად მთავრობის დონემდეც ავიდა ცალკეულ უწყებებამდე ყოველ შემთხვევაში და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ინვიტეიშენი ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილი მერე არ გაეუქმებინათ პირები, ან პერსონები, ან სახელმწიფოები, ან გავლენიანი პირები, რომლებიც ამბობდნენ, რომ კობახიძეს აქ არაფერი ესაქმება, ამბობდნენ ამას შემდეგ ანალიზზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით. არაფერი საქართველოს ხელისუფლებას არ გაუკეთებია 3 წელიწად ნახევრის განმავლობაში უკრაინისათვის და უკრაინის მხარდასაჭერა ამ კონფერენციაზე ბანდიტი კობახიძის მოწვევა რა აუცილებელია, მით უფრო, როდესაც ვიცით, რომ კობახიძე გამოიყენებს და საქართველოს მაშინდელი მთავრობა გამოიყენებს ამ ყველაფერს საკუთარი თავის გასაპიარებლად და გასაправებლად. და ანტიდასავლურ რიტორიკას, რომელიც იმხანად უკვე დაწყებული ჰქონდა საქართველოს დე იურე მთავრობას, ანუ ეს არის 24 წლის ოქტომბრის 26-მდე გამართული კონფერენცია, ამ ანტიდასავლურ რიტორიკას და პოლიტიკას გააგრძელებს მაინც. ისინი უკრაინისთვის არ არიან, ისინი უკრაინას ებრძვიან, ისინი უკრაინას არ ქომაგობენ, ისინი რუსეთისკენ არიან უფრო და მე
კითხულობ, ჩვენ ვკითხულობთ, ამბობდნენ კობახიძის იქჩასვლის მოწინააღმდეგეები, რა ჯანდაბად უნდა იყოს მოწვეული ირაკლი კობახიძეო და ეს ოფიციალური ინვიტეიშენი, ანუ მიწვევა გაგიკვირდებათ და ბოლო მომენტში გაუქმდა ძლიერ გაჯავრებულა ირაკლი კობახიძე. აი ესეთი კონფერენცია იმართება უახლოეს ხანებში, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ისევ და ისევ იტალიაში და კობახიძე ძალიან უნდა მიწვევის მიღება, არ არის ის მიწვეული მოცემულ ეტაპზე და ახლა ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ აჩვენოს, რომ საქართველო უკრაინას აი 4 წლიანი პრაქტიკულად პაუზის შემდეგ უკრაინელ ხალხს უჭერს მხარს, მაგრამ მეტი ვიდრე მილიონ ლახევარი ლარის გენერატორი არც ემეტება იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რომლის წინამორბედიც ლამის 70 თუ მეტი არა დოლარის მითვისებაშია ბრალდებული, თავდაცვის ყოფილი უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ბურჭულაძეს 20 მილიონში 30-ში, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე მიქაუტაძე 40 მილიონში და ასე შემდეგ. სულ რაღაც მილიონ ნახევარი ლარის გენერატორებს გზავნიან იმისთვის, რომ უკრაინის მხარდამჭერ კი არა, უკრაინის აღდგენის მხარდამჭერ, სხვა კონფერენციებზე მოხვდა ბატონი კობახიძე. აქვე ვიშკი, მაგრამ ეს კონფერენცია ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნია, ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია დაუმტკიცოს ბჭყალებში მსოფლიოს, რომ საქართველოს მხარს უჭერს უკრაინას და იმსახურებს ამგვარ კონფერენციებზე მოხვედრას, ის არ თამაშობს, ანუ საქართველოს კობახიძის თავკაცობით არ თამაშობს პრორუსულს და პირიქით უკრაინელების მხარეს არის, როგორც უკრაინის ხელისუფლება, ზელენსკის მთავრობა არ იგულისხმება მათ შორის. მეორე ვერსიაც მომისმინა გუშინ ამასთან დაკავშირებით, რამშტაინის შეხვედრების ფორმატში, რამდენიც გაიმართა, იქ პრაქტიკულად ყველა მინისტრი მონაწილეობს, ვინც კი ყოლია საქართველოს, ესეთი ორი ყოლია, ხსენებული ბურჭულაძე, ახლა პატიმრობაში მყოფი და ბატონი ჩიქოვანი, რომელიც ესწრება ხოლმე ამ ფორმატის შეხვედრებს, ჩემთვის დღემდე გაუგებარია ანტიუკრაინული საქართველოს თავდაცვის მინისტრს რატო ეპატიჟებიან გულახდილად გეტყვით, მაგრამ ერთი არა არის გაუგებარი ჩემთვის, მაგრამ მეორეა რომ ეს ჯიუტი ფაქტია. ჩიქოვანი განსხვავებით ბურჭულაძისაგან არაფერს არ ამბობს, მაგრამ რაღაცას მაინც იწერს ხოლმე და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით კულისებში მას სთხოვეს, რომ იქნება და ის ვიცე-პრემიერიც არის, უკრაინას რაღაცით მაინც დაეხმაროს საქართველოს თავრობა და ჩიქოვანს იქვე უთქვამს, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება ეს შეიარაღებით დახმარება, მაგრამ ის დაელაპარაკება პრემიერ-მინისტრს და იქნება და რამე მოხერხდეს. აი რამე რაც მოხერხდა არის სწორედაც რომ გენერატორები. და ბოლო პასაჟები, რადგან მინდოდა ყურადღების გამახვილება, ეს ეხება 8 თუ ავიხსენოთ თუ გნებავთ. მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამიან, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ეს 5. კარგი და ვინმე გამორჩეს, სურა ჯაფარიძე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. 8 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივ ახალდევნას მათ პრაქტიკულად სამშობლოს ღალატში ედავებიან და ედავებიან საბოტაჟში, უცხო ქვეყნების სასარგებლოდ მუშაობაში და ასე შემდეგ. გავიხსენოთ ერთი ამბავი და ვთქვათ, არც ერთ დოკუმენტში, ხაზგასმით მინდა ვთქვა, არც ერთ დოკუმენტში, არც ერთ სტრატეგიულ დოკუმენტში მიღებულში ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან, მერე სააკაშვილის პერიოდში და მერე უკვე ამათ დროს, ანუ ქართული ოცნების დროს, უცხო ქვეყნები, არც ერთი უცხო ქვეყანა არ არის მტრად განსაზღვრული, მტრად მოხსენიებული. ევროკავშირი, შეერთებული შტატები და უკრაინა საერთოდაც სახელმწიფოსთვის, ანუ ქართული სახელმწიფოსთვის სახელმწიფო პარტნიორებად არის ხსენებული მათ შორის ამ ხელისუფლების მიერ. აქედან გამომდინარე, გენერალური პროკურორის განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს ხსენებული პირები საბოტაჟით იყვნენ დაკავებულნი, გადატრიალებას აწყობდნენ და უცხო ქვეყანას ემუშავებოდნენ, არის ტყუილი მათ შორის და პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ უცხო ქვეყანა და მტრული ქვეყანა, ბოდიში უცხო ქვეყანა ერთია, მაგრამ მტრული ქვეყანა არ არის არავინ ამ დოკუმენტების თანახმად უკრაინაც ევროკავშირიც და შეერთებული შტატების პირიქით პარტნიორები არიან. კვლავ ვიმეორებ, არის ლაპარაკი საუბრობ დოკუმენტებზე და არა რაღაც ცალკეულ შეფასებებზე ერთი ადგილის მცველი ჩალვა პაპუაშვილისა. დოკუმენტებში არც ერთი ეს ქვეყანა მტერი
არ არის. თუ ვინმე არის მტერი, ეს არის რუსეთი. ახლა მაქვს კითხვა. თუ რუსეთია მტერი, რუსეთს ემუშავებოდა თუ არა გიორგი ვაშაძე, ან ზურა ჯაფარიძე, ან ბადრი ჯაფარიძე, ან ნიკამელია, ან სხვა, ან ელენე ხოშტარი, ან მიხეილ სააკაშვილი, თუ მამუკა ხაზარაძე თუ სხვები. და თუ რუსეთს ემუშავებოდა რომელიმე მათგანი, მაშინ რატომ არ ამბობენ, რომ რუსეთზე მუშაობდა რომელიმე მათგანი და არა, და ამბობენ, რომ ეს არის უცხო ქვეყნები, უცხო ტრული ქვეყნები, მტერი სახელმწიფოები, ებიან მრავლობითში. ვის გულისხმობენ და არ გვევს თუ არა კანონს თავად გენერალური პროკურორი, როდესაც მტერ სახელმწიფოდ ან სახელმწიფოებად მოიხსენიებს სახელმწიფოებს, რომლებიც ქაღალდის მიხედვით, დოკუმენტის მიხედვით, ყოველ შემთხვევაში პარტიურ სახელმწიფოებად არის მიჩნეული. ეს ერთი. ცხადია, რუსეთს არ გულისხმობს გენერალური პროკურორი და ზოგადად საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება უცხო მტერ სახელმწიფოთა შორის. რუსეთს რომ გულისხმობდეს, მაშინ მე ვიტყვი, ვინ არის დაპასაპატიმრებელი მტერ სახელმწიფოებს ემუშავებიან. ეხლა მე ყველა არასრულ სიას გეტყვით. პარლამენტარებს არც ვახსენებ და მინისტრებს. ესენი არიან ნეიტრალური საქართველო, რომელიც ამბობს, რომ საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური, ესეთი ორგანიზაცია, ვატო შაქარაშვილი, გიორგობიანი, ნანა კაკაბაძე და ნიკოლაიშვილი. ესენი არიან უფრო დიდი, უფრო კი არა, მტრები რეალურად. თუ მაგალითად მამუკა ხაზარაძეს ან ამის ელენე ხოშტარიას ედავებიან იმაში, რომ ეს უკანასკნელნი საქართველოს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგებოდნენ და ევროპელ პარტნიორებთან ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ საქართველო არ უნდა გახდეს კანდიდატი ქვეყანა, ან მოლაპარაკებათა თავები არ უნდა გაიხსნას საქართველოსთვის, სუსტად იგივეს აკეთებს იმ შემთხვევაში თუ ეს სიმართლეა, ვატო შაქარაშვილი და ნანა კაკაბაძე. მე გეკითხებით, რატო არ არიან დაპატიმრებულნი ისინი და რატო არ არის წაყენებული ბრალი მათ წინააღმდეგ. რუსეთის აგენტები არიან ხსენებული ნეიტრალური საქართველო, გურამ ფალავანდიშვილი, მთელი ლევან მასაძის მთელი ჯგუფი. ვასილ მაღლაფერიძე, ლაშა ნაცვლიშვილი, შალვა რამიშვილი და მისი ორი თანამეინახე, თანამეცხედრე მამაკაცებს გულისხმობა. თანამესტუდიე ვასილ მაღლაფერიძე თქვი, ლაშა ნაცვლიშვილი თქვი, მთელი ეს ეგრეთ წოდებული საექსპერტო ბიურო ანჯაფარიძეები და მთელი ხალხის ძალა აგრეთვე. მთელი ხალხის ძალა. ეგრეთ წოდებული. ნეიტრალური საქართველო თქვი და ასე შემდეგ. ვალერი კვარაცხელია, მთელი ეს ზედელაშვილ, მედელაშვილ ვიღაც ბანდიტები, რომლებიც ბიზნა ივანიშვილთან ვასვასებენ და ასე შემდეგ. აი ესენი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროინტეგრაციას. თუ ეს ბრალდება არის წაყენებული ნიკამელიას, ან ნიკაგვარამიას, ან ნებისმიერის წინააღმდეგ, რომ ისინი რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებდნენ მტერ სახელმწიფოებთან. მტერი სახელმწიფო მარტო რუსეთია, ჩვენ შირო დარჩეს კი არა ეს დოკუმენტების მიხედვით. მაშინ ეს ხსენებული ვატო შაქარაშვილები კოლექტივები რატო არ არიან ბრალდადებულნი და დაპატიმრებულნი. და სისხლის სამართლის საქმე რატო არ არის აღზრული მათ წინააღმდეგ. ისინი ღიად ეს ვატო შაქარაშვილები ღიად ამბობენ, რომ საქართველო არ უნდა იყოს გოგა ხაინდრავა დამავიწყდა, ღიად ამბობს, რომ საქართველო არ უნდა იყოს ევროკავშირის და ნატოს წევრი. რამდენიმე თემას შევეხე, ნახვამდის.